კარდიოსპაზმი, იგივე კარდიის ახალაზია, გახლავთ საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც გაძნელებულია საკვების ევაკუაცია საყლაპავიდან კუჭის მიმართულებით. კარდიოსპაზმის დროს პაციენტების ძირითად ჩივილს წარმოადგენს ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში და მკერდის ძვლის უკან, რომელიც ძირითადად ირადიაციას განიცდის ბეჭდში, მხარში და კისერში. ძირითად ჩივილად ასევე აღნიშნავენ ღებინებას, სიმძიმის შეგრძნებას, გაძლიერებულ ნერწყდენას, იგივე ჰიპერსალივაციას. კარდიოსპაზმის გამოწვევ მიზეზად ითვლება სხვადასხვა ვეგეტონევროზული დაავადებები და ასევე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. კარდიოსპაზმის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ენდოსკოპიურად და რენტგენოლოგიურად. რაც შეეხება მკურნალობას, ნევროპათოლოგები მკურნალობენ კარდიოსპაზმის პირველ-მეორე სტადიას, ხოლო მესამე-მეოთხე სტადიის დროს აუცილებელია ენდოსკოპიურად შესრულდეს პნევმოკარდიოდილატაცია, იგივე ბალონირება. მეოთხე სტადიის დროს მოწოდებული არის შესრულდეს პოემი, რაც ნიშნავს პერორალურ ენდოსკოპიურ მიოტომიას. რაც შეეხება ნიუ ჰოსპიტალს, ჩვენი კლინიკა მრავალი წელია პაციენტებს თავაზობს ულტრათანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით მკურნალობასა და დიაგნოსტიკას.